ზიანი ბადრიჯანი ხათოსგან ძალიან გემრიელი, ასე გამოიყურება. ნახეთ, ბოლომდე უყურეთ ვიდეოს, ვისაც გინდათ ჩემი რეცეპტით მოამზადოთ ნიგვზიანი ბადრიჯანი. ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ქართული კერძი ეს არის ნიგვზიანი ბადრიჯანის ხვეულები და მე ვამზადებ როგორ ვამზადებ იმ საიდუმლოს გაგიმხელთ. თუ გინდათ რომ ზეთი ბადრიჯანმა ბევრი არა იყოს, აი ეს უკვე 1 საათია თითქმის დაჭრილი მაქვს, ნახეთ, მარილმოყრილი, აი ესე ზომიერ ნაჭრებად. ეხლა ამას მე სანამ გავწურავ კარგად, გამდინარე წყალში გავრეცხავ. მე ეგრევე არ უწურავ მარილიანს, ამას გავრეცხავ გამდინარე წყალში, მე გავწურავ, შევწვალ და ძალიან ცოტა ზეთს აიღებს. აი ეს დაიმახსოვრეთ ჩემგან. მაქვს გაწორული კარგად და ეხლა შევწვალ, ზეთი ძალიან ბევრი უნდა და აი ესე დავაწყობ და ორივე მხრიდან შევწვალ და როგორ შევკმაზავ, იმასაც გაჩვენებ. ესეთ ოქროსფრად შეიწვა 2 კილო ბადრიჯანი, აქ ამაქვს დაახლოებით 300 გრამი ნიგოზი და ნახეთ, აქ მშრალი აჯიკა, ყვითელი ყვავილი, კინძი, უცხოსუნელი, სამეკვილინიორი, ამას გავუკეთებ ახლა და აუცილებლად ამასაც ცხელი ადუღებული და ოდნავ შეგრილებული წყალი და ბოლოსაც გავაკეთებ, იმასაც გაჩვენებთ. მარილი მავიწყდებოდა, ვინაიდან მარილში არის შემწვარი ბადრიჯანი, ბევრი მარილი არ უნდა მოგივიდეთ და ეხლა დავასხავ წყალს, დავაბლენდერებ და მერე აუცილებლად გავუკეთებ კინძს, ბროწეული მაქვს მომზადებული და როგორ გადავახვევ როლებს, იმასაც გაჩვენებთ. გამოვიდა ესეთი კონსისტენციის, ნახეთ, სქელი არაჟნისებური. ეხლა აუცილებლად დავუმატებ და საოცარ არომატს აძლევს კინძს. აუცილებლად დედაჩემიც ასე ამზადებდა და დავუმატებ ბროწეულს და კიდე დავიტოვებ, რომ ზემოდან აწყობის დროს ზემოდანაც სათითაოდ მოვაწყო. აი ესეთი გამოვიდა ჩვენი მასა, ნახეთ როგორი ლამაზია. აი ესე. ეხლა გადავახვევ და იმასაც გაჩვენებთ. ესეთი გამოვიდა, ნახეთ როგორია ფითქინა. ესე ბლომად მიყვარს სანდრომი. მეც ყველაფერი ბლომად მიყვარს, არ მიყვარს. ესე მარტივად გადავახვევ. კიდე ესე. 2 კილოზე ნიგოზი მგონი ძალიან ბევრი მომივიდა, არ უშავს. სამაგერი ბადრიჯანი შეგვხვდა ისეთი, აი ქორფა, ნაზი, ისეთი კარგია. ესეთი ზომიერი ნაჭრებია სხვათა შორის, შენ რო გიყვარს. ესე და ესე გავავსებ. დაგანახებთ საბოლოო შედეგს. და ესეც დასრულებული ვარიანტი ესე გამოიყურება, ვისაც გინდათ ნიგვზიანი ბადრიჯანი მოამზადოთ ხათოს რეცეპტით, ბოლომდე მიყევით ვიდეოს.